საღამოშვიდობისა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიზუღნილი ტურნირი სავარაუდოდ 20-27 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება და მასში ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ტურნირზე დასასწრებად ჩამოსვლას აპირებს ლეგენდარული ფეხბურთელი ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, ანუ ფეხბურთის მეფე პელე. იგი საქართველოში 2 დღე იქნება და საზეიმო გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ასპარეზობის ორგანიზატორი კი საქართველოში არგენტინული სახლის ხელმძღვანელი ნიკო პატარქალიშვილი გახლავთ. სამხრეთ ამერიკული გუნდები თანახმა არიან ამ ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღონ. ვიზიტის ყველა დეტალი შეთანხმებულია პელესთანაც. ტურნირის ჩატარება ჯერ კიდევ 1 წლის წინ იყო ნავარაუდევი, თუმცა მაშინ ეს ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ ნიკო პატარქალიშვილმა 2008 წელს მარადონა ჩამოიყვანა საქართველოში. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ საქართველოში არგენტინული სახლის დირექტორი ნიკო პატარქალიშვილი. მოგესალმებით, ბატონო ნიკო. რას გვეტყვით ამ ტურნირთან დაკავშირებით, მისი ჩატარება გადაწყვეტილია თუ არა? გამარჯობა, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ტურნირის ჩატარება, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არის ესე იგი ჩვენზე ორგანიზატორებზე. მაგრამ ამას კიდევ თან ახლავს ეს ტურნირი უნდა ჩატარდეს ესე იგი საქართველოში და ამასთან დაკავშირებით მე მიმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის საჭიროა მისი პატრონაჟით ჩატარება. ეს ტურნირი ამ პროექტის ეს არის ძირითადი ხიდი და ჩემი პროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ეს გახლავთ მერკოსურის ესე იგი ქვეყნებს შორის ესენი გახლავთ არგენტინა, ბრაზილია, ესე იგი ურუგვაი. ბატონო ნიკო, მამადია, შეგაწყვეტინოთ უნდა თუ შეიძლება პირველ რიგში ჯერ ამ უშუალოდ ამ ტურნირზე ვისაუბროთ და მერკოსურის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ისევე როგორც სპორტულ ურთიერთობაზე ცოტა მოგვიანებით. თუ შეიძლება თქვენის ნებართვით პირველ რიგში აი ამ ტურნირის შესახებ, თუ შეიძლება ჩვენთვის როგორც სპორტული თოქ-შოუს წამყვანისათვის და ალბათ სპორტული საზოგადოებისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი. კარგით, კი ბატონო, კარგით, კი. კარგით. ეხლა აღარ მესმის მე. გისმენთ ბატონო ნიკო, აი ამ ტურნირთან დაკავშირებით არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, ახალგაზრდული ნაკრებები და საქართველოს ახალგაზრდული 21 წლამდელთა ნაკრებზეა საუბარი. ყველა მატჩის ჯერ გითხარით, საბოლოოდ გადაწყდა თუ არა ხელისუფლებასთან შეთანხმდით ამ ტურნირის ჩატარებაზე თუ ჯერ კიდევ რაიმე შესათანხმებელია და შემდეგ გითხარით თუ შეიძლება სად უნდა ჩატარდეს ეს ასპარეზობები, თამაშები, მხოლოდ თბილისში თუ რეგიონებსაც მოიცავს ეს ასპარეზობა? კარგი. ესე იგი ტურნირს ჩავატარებთ ესე იგი თბილისში. აუცილებლად ესე იგი ჩავატარებთ ესე იგი ქუთაისში და თუ სურვილი იქნება ესე იგი თქვენი ავტონომიური რესპუბლიკიდან ერთ თამაშს ესე იგი ჩავატარებთ თქვენთანაც. ქობულეთში. ქობულეთში დიახ, ესე იგი ბათუმში არ გაქვს სტადიონი და ამიტომ ესე იგი ტურნირის ჩატარება ნაურაუდები გვაქვს ჩვენ ესე იგი 20-27 ნოემბრისთვის. გადაწყვეტილებას ველოდები ჩვენ საქართველოს ესე იგი მთავრობიდან. იმიტომ რომ ეს ტურნირი, როგორც მე მოგახსენეთ, უნდა ჩატარდეს საქართველოს ესე იგი პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით. და ესე იგი ამ წლის 12 ესე იგი ივნის და ესე იგი 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა ქალბატონმა მაია ცკიტიშვილმა ესე იგი თხოვნით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ესე იგი მინისტრს ბატონ ესე იგი ლევან ყიფიანს, რომ განიხილოს ღონისძიებების ჩატარების და შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის საკითხი და წარმოადგინოს სამინისტროს პოზიცია. აი ჩვენ ველოდებით ახლა ესე იგი პასუხს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან, რომ პასუხი ესე იგი გაცეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის ქალბატონ მაია ცკიტიშვილის ესე იგი კითხვას. როგორც კი გვექნება ჩვენ ეს პასუხი,
ჩვენ უკვე შეუდგებით, ესე იგი, მომავალ ეტაპს ამ ორგანიზების. ბატონო ნიკო, რა მინდა გითხოთ, თქვენ ოფიციალური მიმოწერით შემოიფარგლებით თუ უშუალო შეხვედრა გქონდათ სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან ყიფიანთან? ბატონ ლევან ყიფიანთან ჩვენ გქონდა როგორც ესე იგი პირადი შეხვედრა, ასეც ესე იგი აქ ოფიციალური წერილით არის შემოფარგლული. ჩვენ ბატონ ესე იგი ყიფიანს პირადად არ მიმართათ, ჩვენ ესე იგი მიმართათ საქართველოს ესე იგი პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და იქიდან ესე იგი იმართება ეს ყველა ორგანიზაციული საკითხები. ბატონ ნიკო, ამ ტურნირის ჩატარების შესახებ ერთი წელია საუბარია, ერთი პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ აი ბრაზილიური მხარე და პელეც აი ამ საქმის დეტალების შესახებ არ იყო ცნობილი, აი ამაზე რა სიტყვით? ფედერაციამ უარყო თქვენი ინიციატივა, რომ თითქოს საქართველოში ეს ტურნირი უნდა ჩატარებულიყო საქართველოში. არა, მაგი როგორ იყო, იცით, ესე იგი ფედერაციამ ესე იგი თავიდან ესე იგი ბატონმა ესე იგი სიჭინავამ ძალიან კარგი თანამშრომლობა დაიწყო ჩვენთან, ძალიან კარგად, ესე იგი თავიდან რომ მოვიდა, ესე იგი უპრობლემოდ წვითავდა ესე იგი ყველაფერს, რომ თავისი გუნდი წარმოედგინა, მაგრამ მას ცოტა არ იყოს ესე იგი შეეცვალა მას ესე იგი აზრი და ერთი პერიოდი იყო, როდესაც ესე იგი ჩვენ წერდა ესე იგი ბატონის სიჭინავა, რომ იქ რამოდენიმე კითხვა იყო, თუ ჩვენ ესე იგი დავაკმაყოფილებდით ესე იგი მის კითხვებს, რა თქმა უნდა ჩვენ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ პარალელურად თვითონ გაუგზავნა მაშინ ესე იგი წერილი ბრაზილიის კონფედერაციის პრეზიდენტს ესე იგი ტეიშეირას და იქ ესე იგი წერდა, რომ ესე იგი ჩვენ არ მონაწილეობთო, მაგრამ თქვენ მონაწილეობთო, ესე იგი ამ ტურნირში და პარაგვაის ნაკრები თუ მონაწილეობთო, მაგრამ ჩვენ პარაგვაის ნაკრებს არ ვიწევდით აქ. საუბარი იყო არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებზე და ასევე კითხვა იყო პელეზე მაგალითად და პელესგან იქ ესე იგი მოვიდა ასეთი პასუხი მას, რომ პელეს სად მიდის და მის ნაბიჯებსო ჩვენ ესე იგი არ ცნობთ, იმიტომ რომ პელეს თავის წარმოადგენელი ყავს. და შარშან 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოში იმყოფებოდა ესე იგი FIFA-ს აგენტი პედრო კაბრალ და სილვა ხუნიორსი, რომელმაც ესე იგი აქ დაადასტურა ესე იგი პელეს ესე იგი ჩამოსვლა და ამასთან ერთად ესე იგი ჩვენ მოვიწვიეთ ბრაზილიის საელჩოს წარმომადგენელი, როდესაც იმყოფებოდა ესე იგი ბრაზილიიდან FIFA-ს აგენტი პედრო კაბრალ და სილვა ხუნიორსი. და ახლაც ერთი კვირა არ არის, რაც წერილი მოუვიდა ბატონ პრემიერ-მინისტრს ბრაზილიიდან. ეს გახლავთ ესე იგი იმპორტ-ექსპორტის საერთაშორისო ესე იგი სავაჭრო კომპანია არის ესე იგი ერთობლივ ესე იგი საქმიანობაში სუპორტინგ ესე იგი სპორტთან მისი აღმასრულებელი დირექტორისგან ეს გახლავთ თვითონ ესე იგი პედრო კაბრალ და სილვა ხუნიორსი, რომელიც ესე იგი ადასტურებს ესე იგი რომ თვითონ წარმოადგინოს ესე იგი პედრო კაბრალმა ესე იგი პელე და ამასთან ერთად ის ახლო მომავალში ჩვენ გვესტუმრება საქართველოში და ითხოვს რომ შეხვდეს პირადად ესე იგი პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთ მერე გაუგებრობებს არ ქონდეს ადგილი საქართველოში. ბატონ ნიკო, თუ აი ამ ასპარეზობის გამართვის საქმეში ჩართულია თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თუ ჩართულია რა კუთხით? თქვენ გაუგებრობა ახსენეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიახ, ჩართული არის ახლა ესე იგი სპორტისა და ახალგაზრდობის ესე იგი საქმეთა ესე იგი სამინისტროს მეშვეობით. ესე იგი ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ესე იგი წერილობით, შემდეგ ესე იგი წერილი ესე იგი იგზავნება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ესე იგი სამინისტროში და ამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციაში და ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენ ამას წინას ესე იგი მოგცა ესე იგი პასუხი, რომ მას შესაძლებლად ესე იგი მიაჩნია, რომ მიიღოს ამ ტურნირში ესე იგი მონაწილეობა. არა ეს ტურნირი ჩვენ უნდა ჩაგვეტარებია ახლა სექტემბერში, მაგრამ როგორც აგვიანებს ეს ორგანიზაციული ესე იგი საკითხები, ამიტომ ეს ჩვენ გადავწიეთ 20-დან 27 ნოემბრამდე. და მაყურებელს ჩვენ შეგვიძლია ამისათვის ესე იგი ჩემი
მაპატიეთ ბატონო ნიკო შეგვიძლია ჩვენ მაყურებლებს ვუთხრათ რომ ქართველ გულშემატკივრებს შეუძლიათ 20-დან 27 ნოემბრამდე შეუძლიათ მოვიდნენ საქართველოს სტადიონებზე და იხილონ ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშები. ელესტასია ეს ასპარეზობა ხო? სანამ საქართველოს ესე იგი მთავრობის კანცელარია არ მიიღებს ესე იგი პასუხს საქართველოს ესე იგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და სამინისტროდან ეს ტურნირი უნდა ჩატარდეს მე როგორც გითხარით ესე იგი პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩვენ მას ვთხოვეთ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება და ამას ესე იგი ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ მარტო იმიტომ რომ ამ ტურნირთან ერთად ესე იგი საქმიანი წრეები მოდიან საქართველოში აქ არ არის მარტო ტურნირი ამ ტურნირს აქვს საზეიმო გახსნა ესე იგი საქმიანი წრეები უკვე მოდიან კონკრეტული წინადადებებით პრემიერ-მინისტრმა მიიღო მაგალითად არგენტინის ესე იგი სინატრა კომერციალის დირექტორის ორაციო ბისის წერილი რომლებიც ესე იგი დაინტერესებული არიან არგენტინიდან საქართველოში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მაგალითად ესე იგი და აგრეთვე მიიღო მეორე წერილი ბრაზილიიდან პრემიერ-მინისტრმა ესე იგი საქმიანი წრეებიდან რომლებიც არიან ესე იგი დაინტერესებული საქართველოში ესე იგი ინვესტიციების დაბანდებით. აქ უკვე აქ საუბარი გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. და მე როგორც გითხარით, აქ არ არის მარტო ფეხბურთი, აქ ეს ტურნირი არის როგორც ხიდი და არის როგორც გზამკვლევი ამ ესე იგი ქვეყნებს შორის. სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს. ესე იგი დიდი გზა გაიხსნება ეს ტურნირი რომ ჩატარდება, ძალიან დიდი გზა გაიხსნება. ამ ტურნირის 6 მატჩის რეპორტაჟი გადის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. და ჩვენს ესე იგი ქვეყანა საქართველოს ექნება ძალიან დიდი პოპულარიზაცია ამ ქვეყნებში. ბატონო ნიკო მე მახსოვს 2008 წელს თქვენ საქართველოში მარადონა ჩამოიყვანეთ და აი ამ მარადონას ჩამოსვლასაც წინ ცოტა გაუგებრობა ახლდა. აი ესეთი ისტორია თვარს მეორდება. აი ბოლო მომენტამდე რაღაცები გასარკვევია. და მართალი ბრძანდებით მაშინ ესე იგი ეს უბრალოდ ესე იგი ნდობის ფაქტორი იყო მაშინ ესე იგი მარადონა რო ჩამოვიდა საქართველოში ის არ ჩამოსულა ესე იგი აქ უბრალოდ ის ჩამოვიდა აქ 2008 წლის ზუსტად აი მოვლენების ესე იგი შედეგად დაადარებული ხალხის ხარდასაჭერად ჩამოვიდა აქ ოქტომბრის თვე და დიახ და მე სანამ ჩამოვიდოდი არგენტინიდან, იქიდან მე ესე იგი მომართებ ფეხბურთის ფედერაციას, რომ დიეგო მარადონა ესე იგი ჩამოდისკო საქართველოში, მაგრამ აქ არავის არ ჯეროდა. დაიჯერეს მაშინ, როდესაც ამსტერდამიდან მოფრინავდა მარადონა უკვე საქართველოში და ეს მაშინდელი ეს თამაში არაორგანიზებულად ჩატარდა. ესე იგი დაუჯერებლობის ფონზე გეთანხმებით თამაში ბატონო. ისე რომ ჩვენ ახლა ამას პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერის გარეშე ასე ტურნირს ჩვენ არ ჩავატარებთ. მაგრამ თქვენ გახსოვთ 2006 წელს ურუგვაის ეროვნული ნაკრები რო იყო ჩამოსული საქართველოში? ვინ ჩამოიყვანა ეს ნაკრები? არ ვიცი. არა, ვინ ჩამოიყვანა? მართლა არ მახსოვს ბატონო ნიკო ვერ მოგატყვე. მე ხო, ჩამოიყვანა ნიკო პატარქალიშვილმა. ძალიან კარგი. 2006 წელს 15 ნოემბერს რომელმაც გამართა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური ესე იგი მატჩი და საქართველოს ესე იგი ნაკრებმა მოიგო 2-0. კი ბატონო. გახსოვთ ეს? კი ბატონო. ანგარიში კი მახსოვს საქართველოს ნაკრების წარმატება ურუგვაისთან ცოტა წარმოუდგენელი იყო და რეიტინგში მახსოვს საკმაოდ წაიწია ამ მოგებით ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულმა ნაკრებმა. თუმცა ეს კარგი დროები იყო. მაგაზეც გეტყვით მე. მაშინ ესე იგი ამ ნაკრების დამხვედრი მე ვიყავი. ეს ნაკრები ჩამოვიდა ესე იგი სამწყებად და მაშინ ტაბარეს ესე იგი მესამე ესე იგი წყება მიუყვანა მე ზუსტად თამაშის დროს. ისე რომ ის ესე იგი გუნდი მოუმზადებელი შეხვდა ამ თამაშს და იმიტომ წააგეს. კი ბატონო. ბატონო ნიკო, თქვენ არგენტინაში დიდი ხანია მოღვაწეობთ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეთ იქ მოღვაწეობა. საომავლოდ ხომ არ იგეგმება სხვა სპორტული ღონისძიება ამ ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად დაუშვათ ფეხბურთელების გაცვლითი პროგრამა ან რაიმე ასეთი? წმინდა სპორტული თვალსაზრისით გეკითხებით აი ამას.
ჩემი პროექტი ესე იგი ამჟამად გახლავთ მე რაც ახლა წარმოგიდგინეთ ეს არის საქართველოსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის კულტურულ სპორტირ და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ლაპარაკი და აქ ფეხბურთს მიყავს ყველაფერი. ამას წინათ ახლა დიდი ხანი არ არის გასული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი გახდათ არგენტინასა და პარაგვაიში და არგენტინაში როდესაც უკვე შორდებოდნენ ერთმანეთს ესე იგი სენატში როდესაც იყო საჩუქრების გაცვლა ესე იგი არგენტინის სენატის პალატის თავმჯდომარემ ბატონ ესე იგი უსუფაშვილს უსაჩუქრა არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისტური 10 ნომრიანი წარწერით. ეს რაც ნიშნავს? ესე იგი არგენტინა და სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყნები იქ რიგითი ადამიანი ბრძანდები თუ ესე იგი სენატის ესე იგი პალატის თავმჯდომარე ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ. იქ არის ფეხბურთი პირველ პლანზე. ანუ ფეხბურთით სუნთქავენ და ეს ამ ტურნირის ჩატარება საქართველოში ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება. ეს არა მარტო ეკონომიკური ესე იგი თვალსაზრისით ამ ტურნირის ესე იგი ჩატარებით ესე იგი ჩვენი ახალგაზრდულ ესე იგი ნაკრებს დიდი გამოცდილება ექნებათ და როგორც თქვენ ესე იგი დამისვით შეკითხვა თუ არისო რაღაც სპორტული გაცვლებიო ზუსტად აი ამ ტურნირის შემდეგ იქნება სპორტული გაცვლებიც იქნება ესე იგი კულტურული ესე იგი გაცვლებიც და რომელიც დღეს ძალიან მოიკოჭლებს თუნდაც ესე იგი ჩვენი სახელმწიფო ანსამბლები ძალიან ნაკლებად გადიან იმიტომ რომ ესე იგი საჭირო არის მეტი ესე იგი მეტი თანამშრომლობა და ფეხბურთი ეს ტურნირი დაგვეხმარება ძალიან ამ ტურნირის ჩატარება. ბატონო ნიკო, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ასპარეზობების გამართვა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის? ვიცით, ქართული ფეხბურთის სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაშია. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინდელი საქართველოს-ირლანდიის მატჩის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩით დადასტურდა და არ გვინდა პესიმისტურ ნოტაზე ვისაუბროთ, მაგრამ რამდენად წაადგება ქართულ ფეხბურთს აი ესეთი ასპარეზობების, აი ესეთი საერთაშორისო ტურნირების გამართვა? კაი, ჯერ დავიწყებ 2003 წლიდან. 2003 წელს მაშინ ესე იგი ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესე იგი ჩვენ შევთავაზეთ, იყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე საუბარი. და ესე იგი სოფლიოში ცნობილმა ესე იგი მწვრთნელმა სესარ ლუის ესე იგი მენოტიმ მაშინ ჩვენ ესე იგი მოგოვლინდა აქ ესე იგი კვალიფიციური ესე იგი სპეციალისტი ესე იგი როდრიგესი რომელიც ესე იგი ჩამოვიდოდა საქართველოში და ის მას ჰქონდა როგორც ბავშვთა განვითარების ესე იგი პროგრამა და ასევე შეეძლო იგი ესე იგი სათავეში ჩასვლამოდა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ეს ის პერიოდი, როდესაც ჩვენი ესე იგი ფედერაცია იყო ესე იგი ნაკრების მწვრთნელის ძიებაში. ნუ არ მოხდა მაშინ ესე იგი არ მოინდომეს. შემდეგ იყო 2008 წელი. 2008 წელს ჩვენ წარუდგინეთ წარმოიდგინეთ ესე იგი სოფლიოში ცნობილი წელი კარლოს ბილარდო ესე იგი მოდიოდა აქ 7 თავის ესე იგი დამხმარე სპეციალისტებით ხო მაშინ არც ნუ ესე იგი არ მოინდომეს კარლოს ბილარდო და მაშინ ესე იგი გადაწყვიტეს ისევ კუპერზე ესე იგი შეჭერდა ეს ყველაფერი და კუპერი ესე იგი საერთოდ ეს ნაკრების ესე იგი სპეციალისტი ესე იგი არ იყო ეს უბრალოდ საკლუბო ჩემპიონატში ჰქონდა მაღალი დონის სპეციალისტი მაგრამ საკლუბო წარმატება კუპერს ჰქონდა უგონო სანაკრებო გამოცდილება იმდენად არ ჰქონდა როგორც შემდეგ აღმოჩნდა ხო იმდენად არ იყო და აქ ესე იგი საჭირო იყო ესე იგი უფრო ესე იგი კვალიფიციური ესე იგი სპეციალისტების სანაკრებო ესე გამოცდილები და ესე იგი და დღევანდელი მაგალითად ამ ტურნირის ჩატარებით აქ იწყება დიდი ურთიერთთანამშრომლობა მაგალითად ბრაზილიური მხარე თავის თავზე იღებს საქართველოში ბრაზილიური სკოლის მშენებლობას და ეს უკვე ეს წერილი მიიღო პრემიერ-მინისტრმა და აგრეთვე წერილი მიიღო ბრაზილიის საელჩომ საქართველოში ამ საკითხზე ძალიან კარგი და სასიამოვნო ინფორმაცია. ხო, და ესე იგი კიდევ ესე იგი
რა თქმა უნდა, აქ იქნება ძალიან დიდი ურთიერთობები. დღეს ახლა რომ მიგიწვიო შენ საქართველოს ნაკრები არგენტინაში, იქ გინდა გითხრათ, იქ სტადიონზე ხალხი არ მოვა და ასეთი მაგალითი, ესე იგი შემთხვევა ჩვენს ესე იგი დინამოს 1980 წელს, როდესაც ჩვენი დინამო იმყოფებოდა ესე იგი არგენტინაში, შეეკითხეთ თქვენ ესე იგი ჩელებაძე მოგიყვებათ. იყო ქალაქი ასეთი როსარიო და მე ამას ვიყვება ნოდარ ახალკაცი უფროსი. მაშინ ამ გუნდს თან ახლდა წარმოადგენელი ესე იგი თბილისის მერი ბატონი ირაკლი ანდრიაძე. და ახლა 3 საათზე უნდა დაიწყოს თამაში და 3 უკლია უკვე 15 წუთი და სტადიონზე არ არის ხალხი და ესე იგი დაეჭდა ნოდარ ახალკაცი და ეკითხება ბატონ ირაკლი ანდრიაძეს, რომ ბატონ ირაკლიო, გუშინო ჩვენ რომელ საათზე გამოგვიცხადეს თამაშიო, როდის უნდა დაიწყოსო და მე მგონიო ასე 3 საათზე გვიცხადესო და თურმე ამ მომენტში დაუძახა ორგანიზატორს და ორგანიზატორს შეეკითხა ბატონი ნოდარი, რომ როდის იწყება თამაშიო და აი ახლა და რატო არ არის ხალხი და ამას მერე გეტყვითო და ბოლოს როგორ დამთავრდა თამაში, ორგანიზატორმა რა უთხრა? თქვენ რო ყოფილიყავითო მოსკოვის დინამო, აქ ხალხი სავსე იქნებოდა, მაგრამ თქვენ ახარ თბილისის დინამო და აქ თქვენ არ გიცნობენო. და აი ეს ჩემი ტურნირი დღეს მე ესე იგი რასაც ვაკეთებ. ეს იქნება ძალიან დიდი პოპულარიზაცია იმ ქვეყნებში და რომ შემეკითხეთ იქ მე იქ დიახ იქ მუშაობდი, მოღვაწეობდი არგენტინაში და ძალიან კარგად ვისწრებ მე ესე იგი მაგ ქვეყნებს. და აქედან ჩასული იქ რომ ჩადის, იქ ეკითხებია ვინ ახარ შენ? ჩვენ ერთ მომენტში კი ვაშლებით ისე, მაგრამ მე ბოლოს როდესაც ესე იგი ჩაგწვდებიან ჩვენ საიდან როგორ ავარ და ბოლოს ესე იგი ვეუბნები თქვენ ხო ესე იგი რუსები ხართო, ხო. ხო, ისე რომ ასე კიდე ერთ მაგალითს მოგიყვებით კიდევ. მაგალითად რუსთავის ესე იგი სახელმწიფო ანსამბლი რუსთავი 1993 წელს მოგზაურობდა არგენტინაში. ეს იყო ჩემი დაგეგმილი ესე იგი ეს მოგზაურობა და პირველი კონცერტი ჩატარდა. ეს გახლავთ ქალაქი კომოდორო რივადავი, არის ჩუბუტის პროვინცია, შემდეგ არის სანტა-კრუზე, მე ცეცხლოვანი მიწა. და პირველი გაყოფილება რომ დამთავრდა, ხელმძღვანელს კითხულობენ ფრიდონ სულაბერიძეს. ხო და ესე იგი იქ არის ხვევნა, ესე იგი კოცნა და ესე ძალიან გაციფრებული ასე დონის ნამდვილად ესე იგი ანსამბლი ამ ქალაქში არ იყო ჩასული. თუ ჩადიოდნენ უფრო ცენტრალურ ქალაქებში და ბოლოს რო დაგვისწრეს ესე იგი კითხვა საიდან ვიყავით, ბოლოს ჩვენ აუხსენით, მაგრამ მათ საიდან ვეგონეთ? მათ ვეგონეთ ჩვენ ატლანტიკის ოკეანეში გახლავთ სამხრეთ ჯორჯიის კუნძული. აი ამ კუნძულიდან ვეგონეთ მათ. ასე რომ აი ეს ტურნირი ძალიან წაადგება ესე იგი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ამ ქვეყნებში, რომელიც ესე იგი განავითარებს როგორც კულტურულ, სპორტულ და ასევე სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. მაგალითად, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა იქიდან, იქაური მხრიდან საქართველოშიც არის, მაგრამ აქედან იქ ნაკლებია. დიდი მადლობა ბატონო ნიკო, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ 20-27 ნოემბერს საქართველოში აუცილებლად გაიმართება ეს ტურნირი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდულის, არგენტინის, ბრაზილისა და ურუგვაის ნაკრებების მონაწილეობით. ჩვენ წარმატებას გისურვებთ თქვენ, როგორც ორგანიზატორს, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და იმედია ქართველ გულშემატკივრებს ძალიან ლამაზ წუთებს აჩუქებენ ეს ფეხბურთელები, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები და კიდევ ერთ იმედს გამოვთქვამ, რომ არა მარტო დედაქალაქში ეს შეხვედრები გაიმართება ქუთაისშიც და ბათუმშიც. წარმატებას გისურვებთ ბატონო ნიკო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ერთ წუთს თუ შეიძლება ერთ წუთს. აი მაგალითად საქართველოს ესე იგი ენერგეტიკის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა კახიკალაძემ ამ წლის 11 თებერვალს მედიანუს განუცხადა. ძალიან საინტერესოა თუ კი საქართველოში ამ ტურნირის მოწყობა შესაძლებელი გახდება. 4 ტურნირის გამართვაში თანამშრომლობაზე სახელმწიფოს მხრიდან დადებითი პასუხი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების გამართვა სპორტის ფეხბურთის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. და ახლა კიდევ მე თქვენ ესე იგი გაგაცნობთ საქართველოს პრემიერ ესე იგი მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ კიდევ საერთაშორისო ქართული ფონდის გამგეობის საუჯომარო როდესაც იყო, ესე იგი ამავე ესე იგი ფონდიდან და ესე იგი გამოგვეხმაურა და ესე იგი დაგვიდასტურა ესე იგი ოფიციალური წერილით და პირადი საუბრითაც ესე იგი დაგვითხარო შემდეგი.
თქვენი ახალი იდეა, რომლის მიზანია ქართული ფეხბურთის განვითარება, ახალგაზრდა სპორტსმენების მოძიება, გაწვრთნა და მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვალვა, უდავოდ მისასალმებელი წამოწყება. ფიქრობთ, ქართული სპორტის, კერძოდ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გამორჩეული და ტრადიციული ქვეყნების ნაკრებებთან თუ საფეხბურთო კლუბებთან თანამშრომლობა. ამიტომაც თქვენი ინიციატივით გამართული მოლაპარაკებები თბილისში პელეს სახელობის 20 ტურნირის ჩატარების შესახებ საინტერესო იდეად მიგვაჩნია. მით უმეტეს, რომ ამ ტურნირის შემოსავალი სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების დაუსტატებას მოხმარდება. ამიტომ, ესე იგი, ვთხოვთ საქართველოს, ესე იგი, დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ესე იგი, დაჩქარდეს ეს ორგანიზაციული საკითხების ესე იგი მოგვარება და ჩემი მხრიდან მე მზად ვარ, ესე იგი, წარმოვადგინო საორგანიზაციო კომიტეტი და ეს ტურნირი და ტურნირთან ის კულტურული ღონისძიებები იქნება თუ ეს საქმიანი ღონისძიებები ჩავატაროთ მაღალ დონეზე და ამ ტურნირს აქვს საზეიმო გახსნა. უნდა დაიწყოს უკვე რეპეტიციები ამაზე და აქ როგორც ესე იგი ამ საორგანიზაციო კომიტეტს ყავს, ესე იგი რეჟისორი, ესე იგი ქორეოგრაფი, ესე იგი მუსიკალური ხელმძღვანელი ბატონ ნიკო, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი ბლოკისათვის განკუთვნილი დრო სამწუხაროდ ამოიწურა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ძალიან კარგი და ლამაზი სანახაობა ჩატარდება სამხრეთ ამერიკული კლუბების, სამხრეთ ამერიკული ნაკრებების მონაწილეობით და ამით ის სიამოვნებს ქართული ფეხბურთი და ქართველი გულშემატკივრები. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოში არგენტინული სახლის ხელმძღვანელი ნიკო პატარქალიშვილი. მადლობას ვუხდით მას ჩვენს ეთერში მონაწილეობისათვის და მცირე სარეკლამო პაუზა და ჩვენ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. 10-14 სექტემბერს ჭაქვში გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ნარდში. ნარდი საქართველოში საკმაოდ პოპულარული სახეობაა, რაც შეეხება ამ ტურნირს, იგი 2007 წლიდან იმართება და წელს ჩვენი რეგიონის ზღვისპირა კურორტი ამ ასპარეზობას პირველად მასპინძლობს. ტურნირის შესახებ საქართველოს ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი კახანა ჭყებია და საქართველოს ნარდის კლუბის ხელმძღვანელი ნინო თევზაძე ისაუბრებენ ჩვენთან სტუმრად და ასევე მსოფლიო ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი მარკო ფორნასირი. მოგესალმებით, რამდენად მნიშვნელოვანია პირველ რიგში თქვენთან ნინო თუ შეიძლება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტურნირის ჩვენთან ზღვისპირა კურორტზე გამართვა. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში მოგახსენოთ სტუდიაში მოწვევისთვის, მინდა მივესალმო აჭარის მოსახლეობას, თქვენი ტელევიზიის მაყურებელს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადაუხადო საორგანიზაციო ჯგუფის ყველა წევრს. განსაკუთრებით დიდ მადლობას მოვახსენებ სასტუმრო ოაზისის პერსონალს და მათ ხელმძღვანელებს, რომელიც მასპინძელია ჩვენი ტურნირის უკვე მეოთხე წელია და რომელიც არაჩვეულებრივად ართმევს თავს. მოკლედ ვისაუბრებ 2007 წელს დაფუძნდა ეს ტურნირი საქველმოქმედო ფონდი ხობის ინიციატივის, რომლის პრეზიდენტის ბრძანება ბატონი გოდერძი ბუკია. 2007 წლიდან 4 წლის მანძილზე ვატარებდით ამ ტურნირს თბილისში, ყოველწლიურად აგვისტოს თვეში. შემდგომ უკვე გადავწყვეტეთ რაღაც ზაფხულის პერიოდს ემთხვეოდა და ჩვენი ასე ვთქვათ მონარდეთა უმრავლესობას ისურვებდა რომ ზღვისპირა ქალაქში ჩაგვეტარებინა ეს ტურნირი და ნამდვილად ეს სიამოვნება და გადმოვიტანეთ აჭარაში. შედგა მოლაპარაკება სასტუმრო ოაზისთან და ყოველ წელს სექტემბრის თვეში უკვე ვატარებთ 10-დან 15 სექტემბრამდე, 14-ში გვაქვს დაჯილდოება, ასე ვთქვათ, 14 სექტემბრამდე ამ ტურნირს. წელს პირველად ტარდება. არა, მეოთხე ტარდება უკვე წელს. წელს მეოთხე ტარდება აჭარაში და ისე მერვე ტურნირია ეს. გოგი ბუკიას სახელობის მერვე საერთაშორისო ტურნირი. ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი შტაბ-ჯდილებები გვაინტერესებს, რა შტაბ-ჯდილებებითა და რადონის ასპარეზობა, ამაზე მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბროთ, მაგრამ ეს საერთაშორისო რეიტინგშია შესული თუ არ ვცდები აი ეს ტურნირი. სოფლიო რეიტინგში. Marco, what do you think about this Gogi Bukia Memorial Tournament? It's one of the best tournaments that we run into the WBF Golden Circuit. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ტიტულოვანი, ასე ვთქვათ, ტურნირი, რომელიც შესულია ოქროს წრეში, ცირკულარში. სოფლიო ფედერაციის. სოფლიო ფედერაციის.
ახლა თქვენ რომ ჩაერთოთ ჩვენთან საუბარში, აი წესებს რაც შეეხება ახლა ნარც ყველა ოჯახში თამაშობთ, საქართველოში მით უმეტეს, რამე განსხვავება არის სპორტულ ნარჩსა და ჩვეულებრივ საოჯახო ნარჩ შორის თუ როგორ არის წესები და განსხვავება, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აი ამ ტურნირში და ასე შემდეგ. ამ კითხვის კონტექსტში ვიტყვი, რომ პირველ რიგში მივესალმები თქვენ მაყურებელს და ყველა ნარდის გულშემატკივარს. მით უმეტეს რომ აჭარაში მთელ საქართველოში პოპულარულია ნარდი და მოგეხსენება თითქმის სწორძანებთ რომ ყველა ოჯახში თამაშობენ, მაგრამ აჭარაში განსაკუთრებით პოპულარულია და ცნობილი და დიდი მოთამაშეები იყვნენ ამ სახეობის ნარდის. აქედან გამომდინარე, ყველას ვეპატიჟები ჩვენ ტურნირზე. განსხვავება არავით არის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, ვინც იცის კარგად ნარდის თამაში, იქ წესები პრინციპში მცირედ არის შეცვლილი, მაგრამ ჩვენ ფედერაციას შეგვიძლია გვერდში ამოვუდგეთ ნებისმიერ სურვილს აჭარიდან წამოსულ ჩაუტაროთ ლექცია, სპეციალური ლექცია თუ რა სხვაობებია, გაუწიოთ კონსულტაციები და დიდ სხვაობას ისინი ვერ იგრძნობენ. ანუ ყველანაირად გვერდში უდგევართ ნარდის გულშემატკივარს მოყვარულს, ვისაც უნდა რომ ამ ტურნირს დაესწროს და იმ განსხვავებებს რაც არის სოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ ნარდსა და ჩვენ რომ ვიცით იმ ნარდს შორის უმნიშვნელოა ეს წესები და ამას დეტალურად ყველაფერს ესა რა ქვია ტურნირის მსვლელობის პროცესში აუხსნეს. ეს ტურნირის შეუძლია ნებისმიერ განაცხადი რომ შეიტანოს და მიიღოს მონაწილეობა თუ როგორ რა პროცედურა. ჩვენი სურვილი არის რომ რაც შეიძლება მეტი ჩამოდიან თბილისიდან, არ ვამბობ რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მონაწილეები, ჩამოდიან რუსეთიდან, სასომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ასე რომ ჩვენი დიდი სურვილია ამავე დროს რომ ამ კუთხიდანაც ამ ულამაზესი და სტუმართმოყვარე კუთხიდან იყოს წარმოდგენილი მონაწილეები და ვისურვებდი რაც შეიძლება მეტი მოვიდეს, აუცილებლად ისიამოვნებენ არის ბრწყინვალე სათამაშო სიტუაცია შექმნილი სასტუმრო ოაზისში, რის გამოც მართლაც დიდ მადლობას მოვუხდით მის ხელმძღვანელობას. სიტუაცია არის იმდენად კარგი რომ უფრო და უფრო ბევრი და ბევრი მონაწილე ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ასე რომ აჭარლებსაც ვეპატიჟებით სასტუმრო ოაზისში 10-დან 14 სექტემბერს მონაწილეობის მისაღებად. ყოველგვარი გვერდში დგომა, დახმარება, განსხვავება წესებს შორის ჩვენგან იქნება ინსტრუქტირებული და ინფორმირებული. რაც შეეხება რეიტინგს, ნინო, მინდა გითხოთ, აი სოფლიო რეიტინგში ვინ არის აი ამ ეტაპზე ყველაზე უძლიერესი ქვეყნების მიხედვით დავუშვათ. საქართველოს წარმომადგენლები თუ შედიან კან დავუშვათ, რომელი ქვეყნები ლიდერობენ აი ნარდის ჩემპიონატში? მონარდეთა შორის. დიახ, რა თქმა უნდა ნარდზე გვაქვს საუბარი. მონარდეთა შორის რა თქმა უნდა არიან აი ხომ ისეთი პოპულარული ქართველი მონარდეები და საერთოდ Nandwhat Marco's Dametachwa Marco, he asks if about Georgian players in the whole world. Yeah, what's the how popular are Georgian players in the world? In international. Yeah, there are players popular. Can you name some of them? Chebia is one of them. Batonika არის მაგალითად ერთ-ერთი ძალიან საქართველოს კიდევ მე ამოვიწერე მე ახლა იმდენად სპორტულ ნარდზე არ მქონდა ყურადღება მიქცევლით კიდევ ერთი მონაწილეა საქართველოსთან თუ არის მსოფლიო ჩემპიონი არის დიახ ბატონი ომარი ძვალი არის სხვადასხვა კატეგორია ეს არის სენიორებში გამარჯვებული 2010 წლის მონტე-კარლოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეს არის მაბატიეთ ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში შეგაწყვეტინეთ მაბატიეთ საგანმანათლებლობისა პირდაპირ ეთერში ხარ დასვით შეკითხვა და ჩვენ სტუმრებთან ერთად შევეცდებით ამომწურავი პასუხი გაგცეთ ჩვენი საუბრის თემა დღეს ნარდია სპორტული ნარდი რა თქმა უნდა დიახ სწორედ მაგიტომ დავრეკეთ მოგესალმებით სულ გამარჯობათ პირადად ბატონ კახას მივესალმები. როდესაც ნარდის ფედერაციაზე ლაპარაკი კარგი იქნებოდათ, თუ გაიხსენებდით ნარდის ფედერაციის ჩამომყალიბებელს აჭარაში აზორ ფუტკარაძეს. აუცილებლად გავიხსენებთ, აუცილებლად. ვიცით რომ გახსოვდებათ აუცილებლად ხშირი სტუმარი იყავით ბათუმში მაშინ. დიახ. და ალბათ მიხვდებით ვინც რეკავს. გასაგებია, დიდი მადლობა. დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა. ჩვენთან აჭარის ფედერაციის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ირაკლი ჯაშია, მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, სამწუხაროდ მან დღეს ვერ მოახერხა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ამ ხალბატონს დიახ. ესე იგი, დიახ, ნამდვილად ბატონი ანზორი იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ ფედერაციის აჭარის რეგიონში, მას აქვს დიდი ღვაწლი ქართველ მონარდეებზე.
გამოჩენილი იმ კუთხით, რომ რამდენჯერმე შეძლოდა მთლიანად არა მარტო აჭარის დელეგაცია, მთელი ქართული დელეგაცია რამდენიმე სერიოზულ ტურნირში მისი თაოსნობით იყო გამგზავრებული სტამბულში. მაშინ ტარდებოდა მსოფლიო თასი ერთ-ერთი უდიდესი გათამაშება და მინდა მოვიხსენიო ბატონი ანზორი როგორც ერთ-ერთი კარგი და დიდი ორგანიზატორი აჭარაში სამწუხაროდ ის აღარ არის ჩვენ გვერდით და მას ნამდვილად ჰქონდა დამსახურებები ზოგადად სპორტული ნარდის განვითარებაში არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის წარმატებულ სპორტსმენებს სპორტულ ნარჩი. ნინო, თქვენი საუბრეთ თუ კაცო? მე გეტყვით, იმიტომ რომ ისინი არა მარტო თქვათ ჩემი მეგობრებიც არიან, დიდი პირადად ვიცნობდი ბევრ მათგანს, გამოვყოფ ილია შანიძეს, ეს იყო ასაკში ახლა ადამიანი, მაგრამ ნარდმა ასაკი არ იცის, ნებისმიერი ასაკი, პირიქით რაც მეტია გამოცდილება, ასე ვთქვათ, თამაშის ხარისხიც უფრო არ იკლებს და თუ არა პირიქით. ბატონი ანზორ ფუტკარაძე, ბატონი ილია შანიძე, გამორჩეული ნარდის ტრფიალი, ასე ვთქვათ. მინდა გამოვყო განსაკუთრებით ბულვარზე თქვენი ადგილი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის არის გახსნილი, თავისუფალი ზონა არის და როგორც ჭადრაკს, როგორც ჩას, ასევე ნარს თამაშობენ ამ ბულვარზე, როგორც მე ვიცი დღემდე ასე იყო ყოველ შემთხვევაში და ბატონი მარკოც იყო ერთხელ ბულვარზე მისული და ბატონ ილიასთან ეს სამახსოვრო სურათები ჩვენ გადაღებული გვაქვს, როგორც თამაშობდნენ ბულვარზე ერთად და დიდი აჟიოტაჟი და სიხარული გამოიწვია აჭარის მონარდეებში ბატონი მარკოს გამოჩენა მიგდა დასამახსოვრებელი იყო და ვეცდებით რომ ასევე ბატონი მარკო გავიმეოროთ ეს ვოიაჟი და წელსაც მივიყვანოთ ბულვარზე და ესეთი ამხანაგური შეხვედრები ჩავატაროთ, მაგრამ მე აკეთო აჭარლებს რომ მოვიდნენ ჩვენთან აუაზიში და ისიამუნონ ამ თამაშით. რაც შეეხება ქართულ შტაბეჭდილებებს სტუმართან, იტალიელ სტუმართან ვარ შემდეგ კითხით, რა შტაბეჭდილებებით ჩამოვიდა ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში და გაამართლა თუ არა აი ეს რასაც ელოდა მოლოდინი დიახ. So the question is about what's your feeling, what do you think about Georgia, and did you had any more nationality? Yes. I think very good. Can you? I think very good because when we play in Georgia, coming many foreigners, and all the foreigners enjoy to play against the. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის ჩვენს ტურნირზე, შარშემაგალ და 14 ქვეყნის წარმომადგენელი ყავდა. და ძალიან დიდი შტაბეჭდილებებით მიდიან საქართველოსთან. ძალიან დიდი შტაბეჭდილებებით. And we have also the match Georgian team versus rest of the world. ასევე გვაქვს ესეთი შიდა ტურნირი, ქვეტურნირის სახით, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობით და დატვირთვის საქართველოს მსოფლიოს წინააღმდეგ. ანუ საქართველოს საუკეთესო მონარდეები რომელსაც გუნდის კაპიტანი არჩევს, ესე ვთქვათ, ეთამაშება მსოფლიოს საუკეთესო მონარდეებს. And we have in the rest of the world many world champion every year, and most of the time the Georgian won. მაგრამ ძირითადად ისე შემიძლია ვთქვა, რომ უფრო კომენტად ქართველები გამარჯვებულები უფრო ქართველები. რა რანგის დიახ, აი ამ თემის გაგრძელება თუ შეიძლება, რა რანგის სპორტსმენები არიან ახლა ჩამოსულები, რეიტინგული სპორტსმენები არიან, სოფლიოს რეიტინგული ქართველი სპორტსმენებს რაც შეეხება ჩვენიდან რამდენი მონაწილეა. საკმაოდ რეიტინგული სპორტსმენები ჩამოდიან, ისე შემიძლია ვთქვა, ეგ ალბათონი აკიკო, რომელიც წელს მონტე-კარლოში მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა ჩემპიონი. წელს გამოთქვა სურვილი პირველად მოდის საქართველოში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოქმედი ჩემპიონი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მიიღებს ჩვენს ტურნირში. დაახლოებით რამდენი ქვეყნის სპორტსმენები არიან? შარშან 14 იყო, იცით როგორ არის, ყოველდღიურად იცვლება მონაცემები. დღეს წელს უკვე დაახლოებით რეგისტრაცია მე რაც ვნახე, რომ გავლილი აქვს დაახლოებით უკვე 10-11 ქვეყნის წარმომადგენელს. მარტო ქვეყანას. ქვეყანაზეა საუბარი თორე, რაოდენობრივად დაახლოებით 100 მონაწილეს ველოდებით. შეზღუდული არ ხართ მონაწილეთა რაოდენობაზე. არანაირად არა. ჩვენ ყველანაირად ვართ ნებისმიერი რაოდენობის და ნებისმიერ ბათუმას შეუძლია ხვალვე მოვიდეს, განაცხადეს, შემოიტანოს, რეგისტრაცია გაიაროს და მიიღოს მონაწილეობა და შეიძლება აი ეს თასიც აიღოს. თასი და სხვადასხვა პრიზებია, საინტერესო გულდაწყვეტილს ნამდვილად არ გაუშვით რა შეეხება თასს? დიახ, ეს თასი არის სპეციალურად იტალიიდან ჩამოტანილი ბატონი მარკოს მიერ და ეს გადაეცემა გამარჯვებულს, ტურნირის გამარჯვებული დაჯილდოვდება ამ თასით.
ასე ვთქვა და სხვა პრიზებიც არის, ამაზე შეგვიძლია გავასწროთ, როცა მონაწილეები მობრძანდებიან. მრავალი პრიზი არის დაწესებული, ასე ვთქვათ. და ყველა გამარჯვებული ყველა ვარიანტში კმაყოფილი წაბრძანდება და რა თქმა უნდა ველოდებით ნებისმიერ ეს არის ღია გახსნილი თამაშის სახეობა არა მარტო ჩვენ გაუწევთ ის რომ მინდა გითხრათ რომ ჩამოდის ყველაზე მაღალ რეიტინგული ერთ-ერთი მსოფლიოში იაპონელი მონარდე გარდა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონისა რომელიც არის დიდი პატივი ნებისმიერ ტურნირზე ახალი მსოფლიო ჩემპიონი აი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა აგვისტოში და პირველივე ტურნირი უდიდესი რომელიც სტარდება ჩაქვში ჩამოდის ეს ქალბატონი იმიტომ რომ ამ ტურნირმა ძალიან დიდი პოპულარობა შეიძინა მსოფლიოში შარშან იყო უკრაინელი ჩვენი მეგობარი ჩამოსული ჩაქვში ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და პირველივე ჩამოვიდა ჩაქვის ტურნირში წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი მონტე-კარლოში ქალბატონი აკიკო და ის ჩამოდის ჩაქვის ტურნირზე გოგი ბუკიას მემორიალზე და აი იქ მეორე მსოფლიო ჩემპიონი ეს არის მასაიუკი მოსიჩუკი რომელიც ლექციას ჩაატარებს ნარდის სხვადასხვა საინტერესო ამოცანებთან დაკავშირებით და ამიტომ მინდა ზუსტად რომ იმ ადამიანებს რომლებსაც სურთ რომ მეტი ცოდნა მიიღონ ამოცანები იქ იქნება რამდენიმე ტიპის ამოცანა დასმული თვითონ თავის სტილზე ნარდის თამაშის სტილზე წაიკითხავს ლექციას ჩვენ გადავთარგმნით ამას და ანუ აქ შემოქმედებითი პროცესიც მიდის არ მარტო თამაში, არა მარტო გართობა, არამედ შემეცნების დონეზე იქნება ეს ყველაფერი, ლექციები ჩატარდება მის მიერ, ჩვენ ჩავატარებთ ლექციებს სურვილებისთვის, ასე რომ მომზადების კუთხით თუ რამე გაურკვევლობა იქნება, ჩვენ ყოველგვარ თეორიულ და პრაქტიკულ დახმარებას გავუწევთ და არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოში ცნობილი და გამოჩენილი მსოფლიო ჩემპიონები სპეციალურ ლექციებს ჩაატარებენ არა მარტო ქართველებისთვის, იქ რუსებიც მოისმენენ, უკრაინელებიც მოისმენენ, სასომხეთიდან და ნებისმიერი მსურველი და რა თქმა უნდა ჩვენი ქართველი და აჭარელი მონარდეები, რა თქმა უნდა სასურველი იქნება თუ ამ პროცესში ჩართული იქნებიან. რაც შეეხება მონაწილეების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ეს წესდებით არის განსაზღვრული თუ როგორ? რა თქმა უნდა არ უნდა იყოს ახალგაზრდა, არ უნდა იყოს 21 წლამდე უნდა იყოს მონაწილე. სრულწლოვანი უნდა იყოს 16 და 17 წლის ახალგაზრდა მონაწილეები არ დაიშვებიან, რაც შეეხება ასაკს ზემოთ ის შეზღუდული არ არის. 21 წლიდან ზემოთ. დიახ. კარგი. რა შეიძლება გითხრათ ამ ასპარეზობამდე გაიმართა წყალტუბოში მასმედიის წარმომადგენლებს შორის, აი ამაზეც ვისაუბროთ თუ შეიძლება, ჟურნალისტებს შორის ასპარეზობა სპორტულ მარჩში. ნინო ესწრებოდი თქვენ? იმასპინძლად ყალტუბო პლაზამ კი ბატონი კახაძე გრძანდებოდა ერთობლივად გაუწევთ ჩვენი ტელევიზიის წარმომადგენლებიც იყვნენ რუსლან ბორკოვზე და რაულ ბერიძე თუმცა ჩვენ ყველა გულშემატკივრობით გვახსოვს ეს ბიჭები სიმპათიური ბიჭები რა თქმა უნდა იღებდნენ მონაწილეობას მინდა გითხრათ რომ გოგი ბუკიას მემორიალი არის ორი ტიპის ერთი შიგავთ მოხმარების ასე ვთქვათ მეორე მსოფლიო მნიშვნელობის და ეს ვინაიდან ბატონი გოგი თვითონ იყო ჟურნალისტი მოწვეული იყვნენ ამიტომ პროფესიონალი ჟურნალისტები წყალტუბო პლაზაში მშვენიერ სასტუმროში ასევე თითქმის ყველა მასმედიის საშუალებიდან მათ შორის თქვენი ტელევიზიიდანაც ორი წარმომადგენელი იყო მათთვის მეტად საინტერესო მეტად კარგი ტურნირი გამოდგა და გაიმარჯვა საზოგადოებრივი მოუწევლის პირველი საზოგადოებრივი ბატონ თამას ტყემალაძემ პირველ მოადგილემ გენერალური დირექტორის და ის ამ ტურნირზე როგორც გამარჯვებული დაგვეშლება და უკვე პროფესიონალების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. აქ ჩაქვში ესეც უნდა მეკითხა, ჩაქვში ცალკე პროფესიონალებში და ცალკე მოყვარულებში გაიმართება თუ როგორ? აქ არის ორი კატეგორიის ტურნირი, დიახ, დაახლოებით შეიძლება ვთქვათ მოყვარულების ტიპის პირველი კატეგორიის და მეორე უკვე პროფესიონალებში ორი კატეგორიის, ორ ეტაპად იყოფა ეს ტურნირი, ორი ტიპის ტურნირი არის. პირველი არის მასტერები, ესე პროფესიონალ შედარებით მაღალი რანგი და შედარებით მეორეს ვეძახით საშუალოს, ანუ ჩვენ ქართულ ენაზე შეიძლება ასეც ითარგმნოს, რომ მოყვარულები დავარქვათ ამათ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში იმართება რეგულარულად ასპარეზობები, აი დედაქალაქში, ეროვნული ჩემპიონატები, აი ესეთი ფორმირებული იმართება შიგა ტურნირები იმართება, აი ჟურნალისტების ტურნირი, ეს შიგა კატეგორიის, შიგა რანგის ტურნირი არის, ასეთი ტურნირები იმართება საქართველოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ყოველ წელს იმართება ჩვენ ვატარებთ ამას ფედერაცია და ასოციაცია ერთად თანამშრომლობით ასეთი ტიპის ტურნირებს და საკმაოდ მრავალრიცხოვანია, საკმაოდ წარმატებულია, მრავალი ადამიანი მოდის
ჩვენი შტატიანი ასე ვთქვათ მონაწილეები ასაკი შეზღუდული არ არის ის ვინც დადიოდა 20 წლის წინაც დღემდე დადის და ახალგაზრდებიც გვემატებიან და ასე რომ ასეთი მუშაობა ტურნირული მიდის. მარგოს მინდა ვკითხოთ რა შელოდება აი ამ ტურნირისგან და როგორია მისი მოლოდინი? What feelings do you have according to this tournament and what are you waiting for? What you want to get from this? This year. Yes, this year. Yeah. No, this year I hope to repeat the success of last year. Yeah. That we have near 100 people, 93, 94 people, and I hope this year to repeat this success. მე ველოდებით ის წარმატებას შარშემყავ დაახლოებით 100 ნარდის მოყვარული დარბაზში და ველოდებიო რომ წელს გაცილებით მეტი მეყოლებაა. კარგი, წარმატებას გისურვებთ, საბოლოო რეზიუმე თუ შეიძლება რამე რომ დაამატოთ აი ამ ტურნირთან დაკავშირებით და Marco, can you wish to say something to Algerian people? Yes, To please Georgian? come. კი Please ბატონო, come. Shame my head. კი ბატონო, ველოდებით ჩვენ ასე იგი შეუძლია ნებისმიერ მონაწილეს მიბრძანდეს 10-დან 14 რიცხვამდე, არა, ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს. რეგისტრაცია უნდა 10 რიცხვამდე უნდა მიბრძანდეთ ჩაქვში სასტუმრო ოაზისში, გაიარეთ რეგისტრაცია და მონაწილეობა 11 შეიძლება რეგისტრაციის გავლა 10-დან 11 რიცხვამდე მიიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა და წარმატებას გისურვებთ ნარდის საერთაშორისო გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამით ამოიწურა. ნახვამდის მომავალ ორ შემთხვევით გამშვიდობებით.